ჩემი მხრიდან მე ვფიქრობ, რომელიც შეიძლება კი არა და უკვე დაინტერესება და ეს იყოს ერთ-ერთი ფორმა ქართული ინტერესის დაცვის და ზოგადად იმ საკითხის, რაც მე ყოველთვის მაინტერესებს და ყოველთვის ვახმაურებ ამ საკითხს Made in Georgia, რასაც ქვია, შექმნილია საქართველოში. ის ადამიანები, რომლებიც მოგზაურობენ და იწვევენ მათ, ისინი ყველანი შექმნილი არიან საქართველოში, ხო? უბრალოდ ვინ რა ფორმით ცდილობს საქართველოს ინტერესის დაცვას. Ну რაღაც საკითხებს ვერ დავარქვათ, თქვა საქართველოს ინტერესის დაცვას, ხო? თუმცა ეს აჟიოტაჟი ყოველთვის ხდება ზოგ-ზოგიერთ მომღერლებზე, რომლებიც დადიან, ზოგზე არ ხდება. ჩვენი საერთო პოლიტიკა ვფიქრობ არასწორია შემოქმედი ადამიანების მიმართ. რას გულისხმობ, შეგიძლია მითხრა? გულისხმობ იმას, რომ ყურადღება არ ექცევა. ანუ გაჭირვების გამო, შემოსავლების არარსებობის გამო, ეს არ ეხება მხოლოდ სცენას, შეიძლება განვაზოგადოთ ეს აი, მოდი ეს საკითხის განვიხილოთ, რატომ ტოვებს ნიჭიერი ადამიანები შემდგარი და მათ შორის ის ვინც ვერ შედგა საქართველოში, რატომ ტოვებენ ისინი ჩვენს ქვეყანას? რატომ? იმიტომ რომ არ არის სწორი პოლიტიკა შემოქმედი ადამიანების მიმართ ჩვენს ქვეყანაში. ეს არა მარტო ეხლა, ზოგადად ნაკლებად განიხილება ეს საკითხი, ნაკლებად არის მნიშვნელოვანი ეს იმისთვის, თუმცა ძალიან დიდი ძალა აქვს შემოქმედებას. იმიტომ რომ ქართველი ადამიანები, ვფიქრობ, ყველაზე გამჭრიახე არიან და შემოქმედი ადამიანები და ამით არსებობს ჩვენი ქვეყანა დედამიწაზე, ვფიქრობ. ამიტომ ეს პოლიტიკა ამ მიმართულებით, რომ შემოქმედებას ძალიან დიდი ძალა აქვს და შეუძლია ძალიან დიდი საკითხები გადაწყვიტოს. და უნდა მიდიოდნენ თუ არა, კახა, ეს შემოქმედი ადამიანები და მე მაგალითად მაქვს ასეთი კითხვა, აი, რატომ ხდება თქო მუდმივ? მაგალითად, როცა იყო ომი. ხო. და ომის შემდეგ დაემთხვა ესე, რომ იყო აი ეს ფესტივალი ცნობილი ევროვიზია და ერთ-ერთი პროექტი იყო ანუ ადამიანები, შემოქმედი ადამიანები რითი საზრდოდნენ, ხო? სიტუაციიდან გამომდინარე, მდგომარეობიდან გამომდინარე და აქედან გამომდინარე ზოგადად. მაშინ იყო ის მდგომარეობა, რომ მე მგონი, რომ აბსოლუტურად სწორი ნაბიჯი იყო ის, რომ რაღაცა ფორმით უნდა გაპროტესტებულიყო ეს, იმიტომ რომ ჩვენ ომის შემდგომი პერიოდი იყო და ომის შემდგომი პერიოდი იყო და ნუ ახალგაზრდა ბიჭები დაიხოცნენ, ქართველები დაიხოცნენ. რაღაც ფორმა შემოქმედს რა შეუძლია გააკეთოს, მოიფიქროს შემოქმედებითად. წავიდოდი რა შეშოს, მე გეტყვით რომ ვიყავი წასული. ეს ძალიან არ გახმაურებულა, მე ვიყავი აბსოლუტურად აპოლიტიკურ გადაცემაში. ჩემი მეგობრის ნატალია ანდრეევნა, კომედი ვუმენი არის TNT-ზე, ესეთი ცნობილი გადაცემა, რომელმაც მიმიწვია და 10 წლის განმავლობაში ერთადერთი პირველი არტისტი და ჯგუფი მიიწვია ამ გადაცემაში. მე ვიყავი დიახ გადაცემაში, მქონდა ასევე მაგის შემდეგ წვეულება, იყო ჩემი თანამოაზრეები, რაც მინდა დავაფიქსირო. ადამიანები მათ ძალიან კარგად იციან ჩემი ანუ პოზიცია, ისიც თუ რა გამიკეთებია, თუ როგორ გავაპროტესტე, თუ არ გავაპროტესტე, იქაც რო ჩავედი, ყოველთვის ჩემს სათქმელს ვამბობ ყველგან. იმიტომ რომ მე ვარ პირველ რიგში ქართველი, მე ვიცავ საქართველოს ინტერესებს და აქედან გამომდინარე ერთი სიტყვით მე მინდა რომ აი ამ საკითხში შევჯამდეთ ყველანი რა ინტერესი გვაქვს ჩვენ, რა უნდა გავაკეთოთ. ჩვენ შეგვიძლია ლანძღვა, გინება, ჭორაობა, მაგრამ საქმეს ნაკლებად ვხედავ. რამე საკითხის მიერ და ნუ გაუკვირდება, ამიტომ მე ვერც გავამტყუნებ ზოგიერთ მსახიობს და ზოგიერთ შემსრულებელს, რომელსაც ელემენტარულად საარსებო არ აქვს და იმისთვის ისევე რაღაცა სამუშაო სივრცეა, როგორც შეიძლება იყოს თურქეთი ან საბერძნეთი ან ასე შემდეგ, თუმცა უფრო მეტი მოთხოვნა იქ არის, იმიტომ რომ იქ ცხოვრობს მილიონზე მეტი ქართველი. მეტი მოთხოვნა უფრო რუსეთში ამას. არა, მეტი მოთხოვნა ქართველების მხრიდანაც, იმიტომ რომ მილიონ რამდენი ცხოვრობს, ნუ ნახევარი საქართველოს ცხოვრობს. ანუ შენ ამბობ რომ საარსებო მოსაპოვებლად არსებობისთვის ხშირად უწევთ მათ წასვლა და ამაზე უარი არ უნდა. ეს არის ერთ-ერთი სიმართლე გითხრა, ეხლა ჩემთვის მოულოდნელობა იყო შენი ეს განცხადება, მახსოვდა ის შენი პროტესტი და ამიტომ ეხლა რაღაც ახალს ვისმენთ. მე მაქვს ჩემი პროტესტი და მე მაქვს ჩემი პროტესტი და ფორმა პროტესტის, მაგრამ ხო ხვდებით ხის მაგივრად მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, იქნებ ისე უჭირს იმ ადამიანს, რომ შვილის საჭმელი ფული არ აქვს. და მაგ შემთხვევაში უკვე ადამიანებისთვის გადადის პოლიტიკა უკვე მეორე მესამე ხარისხოვანზე. მადლობა, მოდით სხვასთანაც გადავალ, მე კიდევ უნდა დაგისვა შენ მე. თუმცა ერთ რამეს დავამატებ. მაინც ჩემთვის ყველა ის ქართველი,
სადაც არ უნდა ცხოვრობდეს და სადაც არ უნდა არსებობდეს და მოღვაწეობდეს, ის არის ჩემთვის ქართველი ჯარისკაცი. ის ყოველთვის დაიცავს საქართველოს ინტერესებს. დიდი მადლობა ირმა სოხაძესთან მინდა გადავიდე ასეთი კითხვით, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ ხოლმე რუსეთთან, უნდა იყოს თუ არა ამ ტიპის ურთიერთობები, სულ გვახსენდება 37 მანეთად გადაფრენა, გადმოფრენები მოსკოვში, წასვლა, წამოსვლა, მოკლედ საბჭოთა თაობა. თქვენ წარმოადგენთ იმ თაობას, რომელიც იყო ხო საბჭოთა თაობა. როგორ ფიქრობთ ირმა, ანუ დღეს აი ამ მოცემულ რეალობაში ჩვენ შესავალში იყო ნათქვამი იხსნება საელჩო აფხაზეთში, ცხინვალის რეფერენდუმი რუსეთთან მიერთების გამო და ასე შემდეგ. ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციაში უკვე იწერება შედის ჩანაწერი ევროატლანტიკურ არჩევანზე.